ქარჩხაძე ქართულ ლიტერატურაში აბსოლუტურად გამორჩეული და განსაკუთრებული სახელია, ვინაიდან მან თავის დროზე შეძლო შემოეტანა ქართულ ლიტერატურაში ის, რასაც ეს ჩვენი ლიტერატურა ძალიან გაურბოდა, შემოეტანა არა მარტო თანამედროვე თემა და ზნეობრივი თემები, რომელიც ასე ვთქვათ ლიტერატურაში რაღაცნაირად სხვანაირად იყო დანახული, არამედ შემოეტანა ის ტკივილი და ის განცდა, რომელიც მხოლოდ ჩვენს ეპოქაში შეიძლება ახასიათებდეს. ეს ნერვიული და დაფიქრებული მწერლობა, რომელიც ამავე დროს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ქართული არა კლასიკური ქართული ლიტერატურული გაგებით. ანუ მე მინდა ვთქვა და შეიძლება აქ ლიცოდნეების რაღაც ნაწილი სრულიად არ დამეთანხმოს, რომ ჯემალ ქარჩხაძე არ აგრძელებს ქართულ ლიტერატურულ ტრადიციას, არამედ როგორც ამას აკეთებს ხოლმე ზოგიერთი დიდი მწერალი, ის ცდილობს დაიწყოს ეს ლიტერატურული ტრადიცია. და ეს არის დიდი ბედნიერება, რომ ეს სახელი და გვარი არსებობს არა მარტო მისი შემოქმედების სახით, არამედ მისი გამომცემლო სახლის სახით და კარგია რომ მისი ოჯახი, მისი ვაჟი ამ საქმეს აგრძელებს, იმიტომ რომ ვერ წარმომიდგენია მე მწერალი, რომელიც ისე იყოს შეყვარებული წიგნებზე და ლიტერატურაზე, როგორც იყო ჯემალ ქარჩხაძე. წარმოუდგენელი არის საერთოდ მწერალს ასე უყვარდეს სხვა მწერლები. ეს მართლაც რაღაცა განსაკუთრებული გამონაკლისი არის. შეიძლება ეს იმიტომ მოხდა, რომ ჯემალ ქარჩხაძე საქართველოს იმ კუთხიდანაა, სადაც ახლო-მახლო, ასე ვთქვათ, ეს წრერო დაარტყა, რამდენიმე დიდი გენიოსი არის დაბადებული, აქედან არის მაიაკოვსკი, აქედან არის გალაქტიონი, ტიციანი და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენი კაცი ვანიდან არის წარმოშობით და ის ადგილია, სადაც ქართულმა მითოსმა მთლიანად მოიყარა თავი, თუ დაუჯერებთ დიდ ქართულ მწერალს და პოეტს, რომელმაც იტირა იმის გამო, რომ სწორედ ვანიდან წავიდა სხვა. ჯემალ ქარჩხაძე იქ დაიბადა, ომამდე ხდებოდა ეს ამბავი და სამწუხაროდ დიდი ხნის სიცოცხლე თურმე მას არ ეწელა, მე-20 საუკუნის ბოლოს 1998 წელს გარდაიცვალა. და სხვადასხვა ჟანრით იყო, ასე ვთქვათ, ცნობილი, ძალიან ბევრი დაწერა, ძალიან ბევრი სცადა კალამი მოსინჯა ბევრ დარგში, განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, რომანებში, მაგრამ ვთქვათ პირდაპირ არც ერთი მისი ნაწარმოები არ აღმოჩნდა იმ სიმაღლის, რა სიმაღლისაც აღმოჩნდა ჩემი აზრით ქართული ლიტერატურის აი ეს ობოლი მარგალიტი, პატარა მოთხრობა იგი, რომელიც არის იმ ქვეყნის პირმშო, რომელმა ქვეყანამ სოფლიოს აჩუქა ვაჟა-ფშაველა. მე შემთხვევით ახლა ნამდვილად არ ვაკავშირებ ამ ორ მწერალს ერთმანეთთან. ვაჟა-ფშაველას ალუდა კეთელაური და ჯემალ ქარჩხაძის იგი თითქმის ერთი და იგივე ამბავია, ოღონდ გადმოცემული აბსოლუტურად განსხვავებული მანერით, იმდენად, რომ ვიღაცისთვის შეიძლება მოულოდნელიც კი აღმოჩნდეს ეს შედარება, თუმცა აქაც ლაპარაკია იმაზე, რომ შენ შეიძლება აღმოჩნდა ისეთი პიროვნება, როდესაც შენ უკვე აღარ შეგიძლია დაემორჩილო საზოგადოებრივ წესრიგს, მიუხედავად იმისა, რომ სურვილი გაქვს, რომ სწორედ წესრიგს დაემორჩილო. ეს მეტაფორულად ბევრნაირად შეიძლება გამოიხატოს, მაგრამ ნახეთ რა ქარჩხაძემ განსაკუთრებული მხატვრული სახე მოიფიქრა ამისოთ. პრეისტორიული ხანა, ტომის ბელადი არის და შემდეგ და ტომის ბელადი რომ დადის, დანარჩენები მოხრილები დადიან. მაგრამ აი ერთმა ადამიანმა, რომელსაც იგი ჰქვია და იგი არ არის მესამე პირის ნაცვალსახელი, იმიტომ რომ სხვანაირად იბრუნვის. მაგრამ რა თქმა უნდა, შემთხვევითი არ არის მისი დამთხოვა სწორედ მესამე პირის ნაცვალსახელთან. რუსულად მე მაგ ნაწარმოებს თარგმნიდი როგორც ანო და არა როგორც ონს და არა როგორც იგის, მაგრამ ეგ უკვე სხვა ამბავია, მე არც ვიცი როგორ და რანაირად არის თარგმნილი სხვა ენებზე. უცებ იგიმ აღმოაჩინა, რომ მას მოხრა არ შეუძლია, უბრალოდ მოიხარა თუ არა ეტკინა და რაღაცამ გაშალა წელში. და არ შეიძლება ამ წელში გაშლა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წელში გაშლა. ჩვენ ყველამ ვიცხოვრეთ ისეთ ქვეყანაში და ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც წელში გაშლის უფლება უნდა მოიპოვა.
და ეს უფლება უნდა მოიპოვა არა ისე როგორც შენ გონია რომ აი ყველა ადამიანს აქვს უფლება წელგამართულმა იაროს, არამედ უნდა მოიპოვა რომ იმ ელიტაში ხარ, სადაც რომ წელგამართული დადიხარ, სინამდვილეში ეს მოხრილობის რაღაცა ფორმა და აი იგი ვერ შეძლო წელში მოხრა. ამას ყველაფერს უძღვის წინ ჩვეულებრივი ტომის რიტუალი, რომ ვინც ზედმეტია და ვინც დამნაშავეა და სხვა, ის დავიწყების ხახაში უნდა გადახდეს. ის უნდა დაძინებაში წავიდეს. იმიტომ რომ სიკვდილი არ იციან რა არის. პირველი ხალხია ძალიან საინტერესო რამ არის, როგორც იქნა ქართულ ლიტერატურაში გავიქეცით ამ დავით აღმაშენებლისა და თამარის ქვეყნიდან ეს განსაკუთრებულად აღსანიშნავია, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან გვიჭირს ჩვენი რეალობებიდან გასვლა. ჩვენ იცით მე ვიცნობ ერთ ორ მწერალს, რომელიც წერს ქართველი რომანისტია და წერს ინგლისელებს მაგალითად, რომ იქ დეტექტივი ხდება და ალბათ გონია რომ ქართულად არ მოუხდება და სხვა. მაგრამ გარდა ამისა, ჩვენს ლიტერატურაში ყოველთვის იყო ეს ნაკლი. აი მაგალითად, კარგი გმირი თუ არის ვახტანგ კორინთელი უნდა ერქვას, ახლა ჯემალ ქიბროწაშვილი არაო. იცით, მიხეშა ჯავახიშვილს არ ეშინოდა ადამიანებისთვის მიეცა ნამდვილი და ნორმალური სახელები და გვარები. ყველა დანარჩენი ტერორშია მის გამო. თარა შემხვარი უნდა ერქვას. აი, ყველაზე ქართულ რომანში ერთადერთი რამ არ მომწონს, რომ ადამიანური სახელი და გვარი არავის არ ქვია, იმიტომ რომ ყველა უნდა იყოს რაღაცნაირად ემხვარი და კაც ვამბაია და მოკლედ არ შეიძლება რომ იყოს ისე იგი ლუკა კვარაცხელია, იმიტომ რომ აი არის სულიერ გამორიცხული. და იგიში როგორც იქნა გავიქეცით ჩვენი არა მარტო ქართული რეალობიდან, რომელიც რა თქმა უნდა სრულიად ქართული გარემო არის, რა თქმა უნდა, არამედ ქართული ისტორიიდანაც. სპეციალურად წავედით, ვითომ აქ არ ვართ. ოღონდ ისევ იქ აღმოჩნდით, სად აღმოჩნდით? იქ აღმოჩნდით, სადაც არ გაპატიებენ, რომ იყო პიროვნება. იცით, აქ ორი მომენტი არის. ალუდა კეთელაურისა და იგის შემთხვევაში არის ორი მნიშვნელოვანი მომენტი. პირველი, მათ არ შეუძლიათ იყვნენ სხვებივით. უბრალოდ არ შეუძლიათ, ასე მოხდა და ეს მათი უბედურება არის, მაგრამ ჩვენთვის ბედნიერებაა. და მეორე, მათ იციან, რომ ისინი ღმერთებივით მაგალითი იქნებიან ჩვენთვის. აი ეს მეორე მომენტი მე არ ვიცი ჯემალ ქარჩხაძე ამას რო წერდა რას გრძნობდა იმ ღამეს როცა მან წერტილი დასვა მას უნდა დაეძინა ღმერთივით იმიტომ რომ ასეთი რამ ყოველ დღე არ იწერება ქართულ ლიტერატურაში ასეთი რამ საერთოდ არ დაწერილა ქართულ ლიტერატურაში მე მინდა გითხრათ რომ როდესაც ჩვენ რაღაცა პრეტენზიები გვაქვს ყოველთვის უნდა გვესმოდეს რომ შეიძლება მაგალითად აი წიგნი არსებობს 20 საუკეთესო ქართული მოთხრობა 10 და სხვა და რო იყოს ერთი საუკეთესო ქართული მოთხრობა იქაც უნდა შევიდეს იგი იმიტომ რომ ამაზე უკეთესი ქართული მოთხრობა არ არსებობს მე ვერ წარმომიდგენია და ყველაზე მთავარი მასში რაც არის რაცაც მიაღწია ქარჩხაძემ ეს არის რომ ყოველგვარი ღვარჭნილობის გარეშე ყოველგვარი ისტორიული დახმარების გარეშე თამარის რუსთაველის ქართული მთების ქართული სიმღერის და ყველაფრის გარეშე მან დაგვიწერა მოთხრობა რომელიც არის ასე თქვა შესაფუთი და გასაგზავნი როგორც ქართული ღვინო გარანტირებული ხარისხის მოთხრობა. გარანტირებული ხარისხის მოთხრობა იმაზე, რომ ადამიანს არ აქვს უფლება არ იყოს თავისუფალი. და თავისუფლება კიდევ ისეთი რამაა. მართალია ერთი პოეტი ამბობს, რომ ლომთა ხვედრია, რაც ნიშნავს, რომ მე მგონი არ ესმის რა არის თავისუფლება, იმიტომ რომ თავისუფლება არის ყველას ვალდებულება. ლომების ხვედრი კი არა. და კარნახობს, რომ ჩვენ მე მგონიო ავტორი გვეუბნება, მე მგონი ასე არ ვცხოვრობთ და კარნახობს, რომ ასე უნდა ვიცხოვრო.